მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ბათუმში დღეს წვიმს, მაგრამ წვიმენ ამინჩიც გრძელდება პროევროპული საპროტესტო აქცია ნებისმიერ ამინჩში. უკვე 500 დღეზე მეტია მოქალაქეები იკრიბებიან უკვე ტრადიციული შეკრების ადგილას საკონსულო სასამართლოსთან და გრძელდება ეს პროევროპული საპროტესტო აქციები წინააღმდეგობა მოქალაქეებს, რომლებიც თვლიან, რომ არ შეიძლება გაჩერდეს მაშინ, როცა სინდისის პარტნიორები ყავს ამ ქვეყანას და მაშინ, როცა დიქტატურის დამყარებას ცდილობენ ქვეყანაში. მოდი გავისაუბროთ დღეს მართლმოსულ მოქალაქეებს და ვკითხოთ ბოლო ამბებზე, მათ შორის ბათუმის ბულვარში, მაგალითად გუშინ ღამით პრომინადზე, ანუ ფეხით სავალ ნაწილს და გრძელულია მანქანებით გადაადგილება, მოძრაობდნენ ავტომანქანები, თან არაერთი ავტომანქანა და თანაც პოლიციის თვალწინ, პოლიცია ამაზე არ ახდენდა რეაგირებას. თუ შეგიძლიათ ნახოთ ეს ვიდეო, რომელიც გადაიღო მოქალაქე ხათუნა ბერიძემ ბათუმელების Facebook გვერდზე, ასევე YouTube გვერდზე. ამდა ვკითხოთ ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილეებს ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. მოგესალმებით. ცილად თქვენ მინდა გაგესაუბროთ. ალბათ ნახეთ ის ვიდეო, როგორ გადაადგილდებოდნენ ავტომანქანები ბულვარის ტერიტორიაზე, ფეხით სავალ ნაწილზე, ანუ პრომენადზე. ეს არის ადგილი, სადაც ცხადია არ შეიძლება მანქანით გადაადგილება, ხო? და გადაადგილდებოდნენ, თან არაერთი ავტომანქანა გადაადგილდებოდა G17-თან და ეს ყველაფერი ხდებოდა პოლიციელების თვალწინ. იქვე ახლოს იდგა პოლიციის მანქანა, რომელიც ამ ყველაფერზე არ რეაგირებდა. მე აქვე მინდა უთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენ დღეს შევხვდით როგორც ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს არჩილ ანთაძე, ბულვარის დირექტორი, რომელიც სრულმოწმეა მზიამაობელი საქმეში და მათგან ვერ მივიღეთ ვერანაირი განმარტება თუ რასთან მქონდა საქმე და რატომ გადაადგილდებოდნენ, მოძრაობდნენ ბათუმის ბულვარში მანქანები. რასთან შეიძლება მქონდეს საქმე? თქვენ როგორ აღიქვით ეს ამბავი? ეს ვიდეო და ეს ფაქტი, ეს ამბავი კარგად ასახავს იმ პარადოქსს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და რომელიც რეალობად აქცია ქართულმა ოცნებამ. ყოველდღიურ ყოფად აქცია, როცა ერთის მხრივ ამტკიცებენ იმას, რომ ბათუმის ბულვარის გენგების მიხედვით ახდენენ უკანონო მშენებლობების დანგრევას და პარალელურად უკანონობას შეულებრივ ამბად თან ისეთი უკანონობა, რომელიც კარგად აჩვენებს იმას, რომ რამდენად ატყუებენ ისინი ადამიანებს თითქოს და რაში ატყუებენ თქვენი აზრით? აი რა არის ტყუილი? ჩვენ ნახეთ ფაქტი არაერთი შენობა, რომელიც დაანგრიეს, ხო, ბათუმის ბულვარში. ნებართვა არ ქონდათო? საინტერესო ვისგან უნდა ჰქონოდათ ეს ნებართვა? ფაქტობრივად შენობები, რომლებიც დაანგრიეს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა მინიმუმ 10 წელია ფუნქციონირებდა და არსებობდა და ვისგან უნდა მიიღო ნებართვა? ამ შემთხვევაში უნდა მიიღო ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში სხვადასხვა მინიმუმ ბულვარის ადმინისტრაცია. ანუ გულისხმობთ იმას, რომ თუ უკანონო იყო, მაშინ აქამდე რატომ არ აკეთებდნენ მისდევენ და მაშინ როცა ამ უკანონო მშენებლობებზე საუბრობდნენ ბათუმელები, მაშინ ამბობდნენ, რომ ეს იყო კანონიერი და ეს შეხედა. ეს არის ჩვეულებრივი ფარსი, რომელთაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში ყველა ქმედება რეალურად არის დამახასიათებელი. ან კიდევ ამბასადორი, რომელიც უკანონოდ აშენდა, უკანონოდ განახორციელებს მასე და ესე შემდეგ. ხო, რეალურად დაშენებები დღემდე არის ბათუმის ბულვარში. ჩვენიაო ეს გენგებმაო შემთხვევაში და ცვლილებებს იმას შევიტანთ, რაც ჩვენ გვინდაო კონკრეტულ შემთხვევაში და გუშინდელმა ვიდეომ კარგად აჩვენა თუ როგორ ცდილობს კანონის დაცვას ბულვარის ადმინისტრაცია თუ ამ შემთხვევაში ქალაქ ბათუმის მისი ახალი ხელმძღვანელი, რომელიც ყოფილი პოლიციელია, რომელიც არის სრულმოწმე და რადგან არ უნდა გავიდეს, რა ფორმატში არ უნდა შევხვდეთ, მე პირადად ვარ მოწმე ამ ყველა იმ უსამართლობის რასმაში გახორციელდა და ყოველთვის ყველგან ვიტყვი, რომ ის არის მატყუარა პოლიციელი, რომელმაც ხელი დააფარა დანაშაულებრივ ქმედებას, მინიმუმ ხელი დააფარა და ასევე ჩაიდინა თავად დანაშაული, ხო?
მაინც ეს რაღაც მანქანების გამოჩენა პრომინადზე რაღაც ახალი იყო, ხო? მე არ მახსენდება მსგავსი შემთხვევაში, გახსენდება რომ ყოფილიყო. ეს არის აკრძალული რეალურად, ანუ უფრო მეც გეტყვით, აქ აირჩია ევროპას კონცერტი დაიგეგმა 1 ან 2 წლის წინ ზუსტად არ მახსოვს ბათუმის ბულვარში, სადაც ქართველი შემსრულებლები, მათ შორის ნინო ქათამაძეც უნდა გამოსულიყო ბათუმის წინაშე და მაშინ მახსოვს ჭიდილი დამჭირდა დღეების განმავლობაში ბულვარის ადმინისტრაციასთან და მაშინ თონი კერიბლაძე იყო დავრობის თავმჯდომარე, ნებართვას არ გვაძლევდნენ. თავიდან მოგწერეს, ან ძალიან საინტერესო ამბავი იყო, სხვა შორის მოუყვებით რო თუ გაქვს. ხო, კი. აირჩია ევროპა, ეგეთი კონცერტი იყო დაგეგმილი, რომლის მიზანიც იყო კიდევ ერთხელ გვეთქვათ მომღერლებს და საზოგადოებას ბათუმელებისთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის საქართველოსთვის, ბათუმისთვის ევროპული მომავალი ამ ქვეყნის. კონცერტი იყო ძალიან ჩვეულებრივად, არა პარტიული ამ კონკრეტულ შემთხვევაში და როცა მივწერეთ ბულვარის ადმინისტრაციას ცნობად იმის შესახებ, რომ ვაპირებდით კოლონადებს იქეთ მეორე ნაწილში კონცერტის გაკეთებას, ხო, კოლონადებთან წერილი მოგწერეს, რომ ტურისტული ნაკადებისო, მზარდი ტურისტული ნაკადებიდან გამომდინარე, მიზანშეწირულად არ მიგვაჩნიაო ამ კონცერტის ჩატარება. ანუ ხელი შეეშლება რას, ტურისტების გადაადგილებასო? მაშინ პასუხე, რომ მე არ ვითხოვდი ნებართვას, მათგან, იმიტომ რომ ეს იყო საჯარო სივრცე და არანაირად არ მჭირდებოდა, უბრალოდ საუბარი იყო სცენის გასამართი, რაღაცა ტექნიკური მოწყობილობების შეტანაზე, რომელსაც ღამის საათებში სჭირდება ნებართვა ბულვარის ადმინისტრაციისგან და სწორედ ამ ნებართვის ნაწილზე, სადღაც რამოდენიმე დღის განმავლობაში არ გვაძლევდნენ ნებართვას და შემდგომ არ ვიცი რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, შეცვალეს ეს გადაწყვეტილება და მაშინ გავმართეთ, ანუ ფაქტობრივად დამჭირდა საშვის მიღება ბულვარის ადმინისტრაციისგან იმისთვის, რომ შესულიყო ტექნიკური მანქანა რაღაცა ორ მონაკვეთზე ღამის საათებში. თალაპარაკე კონცერტზე საზოგადოებრივი ინტერესზე. რა თქმა უნდა, და ამ დროს ვიღაცა კერძო პირები, რომლებსაც გავლენა ფული გზელოდება, არ ვიცი, ან თუნდაც რა ვიცი, რა საჭიროებათ არ უნდა ჰქონდეს, გადაადგილდება ღამის საათებში თან სამართლო ტაქსი და ეს შემდეგ თან იმ ნაწილში რომელსაც ეს ფაქტი უბრალოდ კარგად ასახავს იმ მწარე რეალობას და რაშიც ქართული ოცნება ცდილობს რეალობა დაამკვიდროს და ყოფით ცხოვრებაში ადამიანებისთვის ეს კანონის დარღვევა არ გახდეს პრობლემა. თუ ანუ შეაგუონ საზოგადოება იმას, რომ მე თუ მჭირდება კანონის დარღვევა, ფულიანს, გავლენიანს, მე შემიძლია დავარღვევო კანონი. ამ ქალაქში არაფერს არ აქვს მნიშვნელობა, თუ ქართული ოცნება გადაწყვეტს, რომ დაარღვევოს. ეგ რეალობა არის, რომელსაც ცდილობს. ნუ როგორც მაგალითად შეჩინეთში ხდება, ხო, ჩვენ გვინახავს მსგავსი რაღაცა კადრები, რაღაცა პრივილეგირებული ჯგუფი, რომ ყველაფრის უფლებას აძლევს საკუთარ თავს და პასუხს არავინ არ აგებს, ხო? კი. აბაროდ ეგ არის. ანუ აქეთკენ მივდივარ. კარგად ასახავს ეს რაღაცა პარადოქსი, რომ ერთი ხელი თითქოს და რაღაცა კანონს ამ შემთხვევაში თითქოს და იცავენ და მეორე ნაწილში თვითონვე არ ყვევენ ამ მათემატიკასებულ კადრებს. მადლობა, ეს იალა ქათამიძე იყო. და კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ რა ვიცი სამართლიანობა წესები ამ ხელისუფლებისთვის ფიზიკურად არ არსებობს. მადლობა, ეს იალა ქათამიძე იყო, პროევროპული აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. თქვენ მას უსმენდით ჩვენს პირდაპირ ეთერში. მოდი გიორგი ერთადაც მოусმინოთ პოლიტიკოს პარტია ახალი. სამშვიდობისა გიორგი, მინდა გაგესაუბროთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. ხო, აი რა ეტაპზე გადადის ეს წინამდებობა და ბრძოლა? ეხლა დღეს გაირკვა, რომ ტრამპი თაუერი აშენდებაო თბილისშიო. მოახსენდა ხო ყველას ბათუმის ტრამპი თაუერი. ბათუმის ტრამპი თაუერი 2012 წელი. იგივე კომპანია აშენებდა, ხო? ტრიუკებს გვიტარებდაო, მაშინ ივანიშვილი ასე ამბობდა, ტრამპიც და სააკაშვილიცო. დღეს რა შეიძლება გქონდეს საქმე, თქვენ როგორც პოლიტიკოსი რას გვეტყვით? ხო, ნუ ივანიშვილის ერთი განცხადება და მე ურთიერთ გაკეთებული მეორე განცხადება, რომელიც პირველს გამორიცხავს ახალი ამბავი არ არის, ხო? დავუცით დღიდან მისი საჯარო პოლიტიკაში გამოჩენისა, ესეთი ბევრი რამ გვაქვს. ჩვენ ყველას ერთად გვაქვს ნანახი, ამიტომ ხო, სამიდორულია ბიზნეს ივანიშვილი.
ურთიერთგამოცხადო განცხადებებს, რა თქმა უნდა, აკეთებს. საბოლოო ჯამში ყველაფერს, ეს იქნება ტრამპი, ეს იქნება ომი უკრაინაში, ეს იქნება ომი ირანში, თუ რა ვიცი, ნებისმიერ რაღაცა მსოფლიო ამბოსა თუ მოვლენას, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ გამოიყენოს სათავისოდ ამ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც იზღებულობს, არის მხოლოდ ერთადერთი რამისკენ მიმართული, რომ რაც შეიძლება დიდი ხნით მან გაიხანძრიოს ძალაუფლება და რეალურად ასე ვთქვათ, ის როგორც ჩანს, არც კი აპირებს არასდროს ძალაუფლების დათმობას, ის ჩამოყალიბებულია იმაში, რომ რაღაცა მანამ ალბათ სანამ ის ცოცხალი და აქტიურია, უნდა კონდეს ხელისუფლება იმგვარად ხელში, როცა მისი ნებასრულზე უნდა იქნეს მიღებული ყველა გადაწყვეტილება. ივანიშვილის ნაწილი გასაგებია ის, რაც აპირებს, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით. მთავარია, რას ვაპირებთ ჩვენ ის ადამიანები, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრებას ვაპირებთ, არ ვაპირებთ ამ ქვეყნიდან წასვლას და შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად გვინდა რომ ნორმალურ ვითარებაში ვიცხოვროთ. ალბათ ხედავთ იმას, რომ შეიძლება გამოუვიდეს ეს ასე ვთქვათ დიქტატურის დამყარება ივანიშვილს, აინგო ტრამპთან რაღაცა კავშირის გამოძებნა, მაშინ როცა გააქტიურებულია, მაშინ სამხრეთ კავკასიაში ტრამპი. მე არ მჯერა რომ ტრამპთან ივანიშვილი ურთიერთობას დაალაგებს, მას ამის მცდელობა, რა ვიცი, ტრამპის არჩევამდეც ჰქონდა და არჩევის მერეც, მაგრამ ხო ყველაფერი კარგად ჩანს, აქ ხო მარტო ერთ ადამიანში ტრამპში არ არის, ხო, თან ყველაფერთან ერთად საქმე არის იმაში, ჩვენ საქმე გვაქვს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელიც საქართველოს უყურებს ქვეყანას, სადაც ხოდახნის იყო დემოკრატია და ამას აკეთებს, როცა ძალაუფლებას აპიტაცია წარმოუდგენელია, მან შეძლოს ჩემი აზრით ამერიკის ადმინისტრაციასთან, ნებისმიერ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის ნორმალიზება, რა მესიჯებიც არ უნდა აგზავნოს აქედან. იმისთვის, რომ ნორმალური ურთიერთობა ივანიშვილის და ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რაღაცა ნორმალურად უნდა მოიქცეს, ხო? საქართველოსნაირ ქვეყანაში ეს მოთხოვნები აქვს სტრატეგიულ პარტნიორს. მაგრამ თავისუფლად გაუგზავნა გზავნილი ხო ერთგვარად ღია წერილით ივანიშვილმა რომ აი აზერბაიჯანს ხო არ თხოვთ დემოკრატიას ისევე შეიძლება არ მოგთხოვოთ ჩვენ დემოკრატია მივიღოთ ისე როგორც იღებთ აზერბაიჯანს და გარდამისა გააქტიურებულია ტრამპი ახლა საფრანგეთ კავკასიაში ხო იქ ლაპარაკია ტრამპის კორიდორის მოწყობაზე და რეალურადაც არის ახლა ინტერესი საქართველოს გეოპოლიტიკურად სურვილი ეს არის ხო თუ ელაპარაკებით უკაშენკოს თუ ელაპარაკებით სხვებს ხო რატო არ ელაპარაკებით მე ხო ვიზე მე დიქტატორი ვარ დაახლოებით ეგრე ამბობს მაგრამ სხვა ტიპის მოთხოვნებია საქართველოს საერთაშორისო თან ამას ხო დროებენ საზოგადოების დაკვეთ არის სხვა იმიტომ რომ ამ ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა მართლა სხვაგვარად ფიქრობს, იბრძვის, აზროვნებს, ისტორიაც სხვა გვაქვს ჩვენ და რაღაცა მომავალსაც სხვანაირად უყურებთ. ივანიშვილი როგორ უყურებს ამ ქვეყნის მომავალს, ის რადიკალურად განსხვავდება ამ ქვეყნის უმრავლესობის ხედვისაგან მომავალთან მიმართებაში, ხო? ამას ემატება ასევე ის, რომ რაღაცა დამალოს ივანიშვილმა ამერიკელებმა უთხრეს, რომ ხო, ის თანამშრომლობს რუსეთის სპეცსამსახურებთან და ამის გამოც არის, ხო, ის დასანქციონებული ამერიკის მხრიდან. რაცა დამალოს ივანიშვილმა ხო ის რაღაცა ჩინელებთან იმ ტიპის თანამშრომლობაშია, რომელიც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკელებთან ურთიერთობაში მას და ქვეყანას ზოგადად ხელს უშლის და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ თქვენ გუში გამოვიდა ასევე ცოტნე ივანიშვილი, ხო? მან თქვა, რომ მე ვებიჯდებიოთ უგმობ-ძალადობასო. რას უკავშირებთ მის ამ გზავნილს? უკავშირებთ რომ ეს იგივე ბიძინა ივანიშვილის გზავნილებია, რასთან შეიძლება ქონდეს ახლა იმის გონია, რომ ცოტნე ივანიშვილი განცხადებას გააკეთებდა ბიძინა ივანიშვილის კან დამოუკიდებლად. ან გამორიცხავთ რომ ვიღაცამ დავისვა შეკითხვა ამ შეხვედრაზე და მანაც უპასუხა, ის რაც უპასუხა. მე ზუსტად ვიცი რომ კი არა ჯერა მართლა ეგრე არის, რომ იქ სადაც ეხა ცოტნე ივანიშვილი იყო, იცოდნენ რა შეკითხვას დაესწრებოდა და იცოდნენ რა პასუხიც ექნებოდა მას, ხო? არ ვიცი, ვის გაემიჯნა საბოლოო ჯამში ახლა რაცა უნდა ნაცადით შევაყაროთ სახეში. ქართველებს ხო ყველამ კარგად ვიცით, რომ მაგრამ ამით რის თქმას უნდა ივანიშვილს? ბიძინა ივანიშვილს ხო ვერ გაემიჯნა. ის დარბევები, ის რა ვიცი, უბედურება რაც ქვეყანაში ხდებოდა და სამწუხაროდ ხდება კიდეც, რა ვიცი. შემატყება პირდაპირ კანონ დაკავებები ადამიანების, რა ვიცი, ბიძინა ივანიშვილის გარეშე ხდება. კობახიძე მართლა იმას გონია, რომ ესეთი ძლიერია, რომ ბიძინა ივანიშვილის შეთანხმების გარეშე გაწყობდა იმ სასწაულს. ივანიშვილს რის თქმა უნდა ამით, რატომ გადაწყვეტა, რომ ეს გაიჟღერებინა? თქვათ იგივე ცოტნე ივანიშვილის სხვადასხვა ეტაპზე ბიძინა ივანიშვილი და თუ მაგალითად მისი გუნდი ფიქრობს, რომ რაღაცა სხვადასხვა მესიჯები უნდა გაიტესტოს საზოგადოებაში. ახლა მათ როგორც ჩანს, სჭირდება ივანიშვილის ოჯახის წარმომადგენელი, რომელიც ხო ამ ტიპის მესიჯებს გაუშვებს. ათა ხად ბოროტი არ ეგონოს თელ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი და თქვას, რომ ხო ამ ოჯახში არსებობენ ადამიანები, ვინც შეიძლება რომ სხვაგვარად ფიქრობდნენ და გაკეთილშობილება მოხდეს ივანიშვილისა და მისი ოჯახის. მაგრამ არ ვიცი, მართლა ეგ თუ უნდა ბიძინა ივანიშვილს, მართლა მას თუ უნდა რომ ადამიანები მასზე უკეთესად ფიქრობდნენ, რა ვიცი.
კარგად ახასიათებდნენ მას და მისი იმედი ჰქონდეთ, მათ ქმედებები უნდა შეცვალოს. რა სიტყვები ერთია, რა სიტყვის სოფია ივანიშვილი, მაგრამ ყველაფერი ხო ქმედებებით გამოიხატება საბოლოო ჯამში. რა ვიცი, უკანონო დაკავებები აღარ ხდება, ტროტუარზე დგომის გამო ხალხს აღარ აკავებენ, სინდისის პატიმრები არ აქვს, ზეამაღლობელი ციხეში უკანონოდ ისევ არ აქვს, თუ არ ვიცი რა შეიცვალა. ამიტომ თუ ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ მისი მათ ქართული ხალხის დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს, შემიძლია მან ეს პირველ რიგში ქმედებებში უნდა გამოვაკლდეს. რას აპირებს შემცირებაზე როცა საუბრობენ, საერთოდ საოცროა, ხო, აი ბევრმა გაიხსენა, მათ შორის ბიზნეს ივანიშვილის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში როგორ დაიწყო. სიტყვას თქვა, რომ შრომა უნდა გაიკრიბოს და უნდა იყოს მაქსიმალური პოლარიზება და დღიდან მისი საჯარო პოლიტიკაში გამოჩენისა, ის რაღაც წესების მუდმივ ფორმით ხელს უწყობს პოლარიზებას. კი ეს არაერთი მიდგომით ჩანს. მაგრამ ამასობაში რას აკეთებთ ოპოზიცია, რას აპირებთ? რადგან 26 მაისთან დაკავშირებით დაიგეგმა როგორც ვიცი, მასშტაბური საპროტესტო აქცია, ხო? საპროტესტო აქციას დაეგბილია შესაბამისი მონისტირების 26 მაისამდე მრავლად გაიმართება. რა არის თავი გზავნილი, რას ეუბნებით მოქალაქეებს? რატომ უნდა გამოვიდნენ ისინი ამ აქციაზე? არ შეგუება იმასთან რაც ხდება, არის ერთადერთი გზა გამარჯვების ჩემი აზრით, არ თანამშრომლობა რეჟიმთან, მუდმივი მხილება მისი, რეალური ხელშესახები ალტერნატივის ფორმირება ამ ქვეყანაში, რათა პროცესებში მაქსიმალურად ბევრი ადამიანი იყოს ჩართული, საქართველოს ბევრმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს, რომ მისთვის ხდება ეს და მისი ჩართულობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი უკეთესი ქვეყნის მშენებლობაში, წნეხი რეჟიმზე ქვეყნის შიგნით და ასევე ეს რატომ ვერ ხერხდება ძირითადად? რა შეგიძლიათ რომ გითხრათ? აი რეალური და ხელშესახები ალტერნატივის ფორმირება, ანუ პოლიტიკური ალტერნატივა. ობიექტური მიზეზები ამას ხელს უშლის. ბიზნეს ივანიშვილი მთელ თავის რესურსს, პროს, ფულს, ადმინისტრაციული რესურსთან დაწყებული ყველაფერს ხარჯავს იმაზე, რომ მას რაღაცა მსგავსი ტიპის მესიჯი ქონდეს, რომ შეიძლება მე ცუდი ვარ, მაგრამ სხვები ჩემზე ბევრად უფრო ცუდები არიან და ბევრი დეზინფორმაციის გავრცელება და გაშევება ესე ვთქვათ ადამიანების ამისკენ არის მიმართული. თუმცა ამის მიუხედავად მე მგონია, რომ ნელა ფორმირდება ეს ალტერნატივა. წარმოუდგენელია, რომ ჩვენ ქვეყანაში რომელსაც სამხობო ინტელექტუალური შეეძლება აქვს, ვერ მოვძებნოთ, რა ვიცი, ესეთი ადამიანი, რომელსაც დანარჩენიერი ვანდობთ ამ ქვეყნის მართვას. მეტი ორგანიზებულობა, რა თქმა უნდა, ამ ფონზე არის საჭირო. მადლობა. ეს გიორგი კიხნაძე იყო პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერი. თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. მოდი გავისაუბროთ კიდევ ერთ მონაწილეს. გოჩა, თქვენ მინდა რომ გაგისაუბროთ გოჩამ ჟაორნაძე. არ ვიცი ნახეთ თუ არა ის კადრები, როგორ მოძრაობენ პრომენადზე, ბულვარის პრომენადზე ავტომანქანები, თან პოლიციელების თვალწინ, ხო? პოლიცია არ რეაგირებს ამ შემთხვევაზე. აი ხო ჩანდა ამ კადრში ვიდეოში, რომელიც გადაიღო ხათუნა ბერიძე. გადაცმული მილიციელებია, ვიდილას რაზმია. მე დღესდღეობით დაურეკეს ფოტოშორის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას, თუ რასთან მქონდა საქმე და რატომ და ხო აი რა ხო როგორ აღმოჩნდეს ავტომანქანები ბულვარის ტერიტორიაზე. ან დაჯარიმდა თუ არა, რეაგირება რა იყო ამ შემთხვევაზე და ვერანაირი პასუხი ვერ მივიღე რაღაც ერთ წლებიდან. აი თვითონ რას ნიშნავს ეს ამბავი? აქამდე ყოველ შემთხვევაში არ გვინახავს ჩვენ რაღაც ასე დემონსტრაციულად ბულვარის ტერიტორიაზე აკრძალულ ზონაში ავტომანქანებიც მოძრაობდეს ვინმე. ეგ ნიშნავს, რომ მე და ჩემი ნავადიო და როგორც უნდა ისე მოიქცევიო და მათთვის არც აკრძალული ზონა არსებობს, არც საჯარო სივრცე არსებობს და არც დამატებით რაიმე მორალური და კანონისმიერი შეზღუდვა, როგორ ჩათვლიან, როგორ საკუთარ ინტერესებს, პრივატულ ინტერესებს შეესაბამება და სარგებელს მოუდა იმის მიხედვით აკეთებენ და შენობენ. ანუ გვაგუებენ საზოგადოებას, რომ ყველაფერი შეიძლება გავაკეთოთ. გამგულებია ეგ ამბავი გადაადგილება მანქანებით, რავი, იარაღი რო არ გამოიყენეს და რავი, სამხედრო ტექნიკით არ გამოდია ამ პრომინადებს და ფერინოს და რავი, სროლა რო არ იყო და რაღაც გავხი ინციდენტები ეგ გამიკვირდა თორე მაგის მონოლოგი მათეთ მინდეთ ყველა. ხო, რამის მოქმედებების ჩვენ და ყოველთვის ძაფრი და კრიტიკულია საზოგადოების რეაქცია და როგორ შეიძლება იგივე ვთქვათ გააკეთოთ, რაც ჩეჩნეთში ხდება მაგალითად. ჩეჩნეთისკენ მიყავს ეს ქვეყანა, რეალურად ანუ კრიტიკული იყო, ძაფრი რეაქციები იყო, მაგრამ საშანელთან შედარებით გაუშვას წინა პერიოდთან შედარებით ნაკლებად ძაფრია, იმიტომ რომ რავი, გამოხმაურება ჰქონდა მაღალი, მაგრამ შედარებით ნაკლები იყო და რავი გამოხმაურება შესაბამისი კონდეს და მაგის შიში რო კონდეს საზოგადოების ძაფრი რეაქციები, რომელიც ოპერატიულად მოქმედებს და პასუხს მოჰყავს იმ ხალხს, ვინც მაგაზია პასუხისმგებელი, მაგრამ გავს ფაქციად ვერ გამედავრო და გავს ნებართვას ვერ გასცემენ, რა ვიცი, უნდა მისულიყო საზოგადოება და კრიტიკის უნდა გამოეწმენინა შესაბამისი პირები კაბინეტებიდან სადაც ხედან და რავი, უილად არაფრის კეთებაში და კანონის აღებაში ხელმასებელობა.
აი ხა გიორგის ვესაუბრებოდით კირთაძეს და მან დაასახელა წინამორბედობის ერთ-ერთ გამოწვევად ის რომ ჭირს აი რაღაცა ალტერნატივის ფორმირება. რა უშლის თქვენ დაკვირვებით აი ამ ალტერნატივის ფორმირებას და საზოგადოება ვისაც აქვს კრიტიკული განცდები, ასე ძალიან ბევრი ამ ქვეყანაში ვიცით რომ ეს ქუჩაში რაც იყო გამოხატული ეს მასშტაბური პროტესტი, ეს არასად არ დასურა. შეიძლება რაღაცა აღარ არის ესეთი აქტიური და ხმამაღალი, მაგრამ ეს პროტესტი ისევ არსებობს. რომ დაინახო რა მოქალაქეებმა რომ არსებობს რაღაც ალტერნატივა, არსებობს არჩევანი. აი ამას რა უშლის ხავს თქვენი აზრით? პროტესტი ორგანიზაციას ხარიანა ნათელი რევანელი ეს მაგას ადასტურებს. მასშტაბებში შეიძლება შემცირდა ფიზიკური გამოხატულება აღნიშნული პროტესტის ფაქტია. რაოდენობრივად თუ შევხედავთ და თუ დავიწყებთ ახლა თავების კლას, მაგრამ პროტესტი რაც იყო არსებობს ამ ქვეყანაში, თითოეული ფეხის გამიჯნობა ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ სიტუაციაში იგნობა უყურებელო ხალხის პოზიციები, მაგრამ ალტერნატივასთან დაკავშირებითაც ხალხი დაიღალა დაღლობის ამ ფაქტორისაა ჩემი აზრით და პლუს ამას უიმედობაში გადავიდა და არა რეალურად ის მოლოდინი ჩემი აზრით რომ ცვლილებების უზრუნველყოფა ის ცვლილების არჩევნების არის შესაძლებელი მე ამასაც ვფიქრობ რაღაც მომენტში და ვფიქრობ რომ რაღაც მომენტში ელოდება ის სიტუაცია სადაც იქნება ის მოცემულობა რომ შეიძლება დადგეს ოპერატიულად მოკლე ვადებში ამას აფიქრებდა ხალხის განწყობაში დაწუნდენო რავის საარჩევნო უბნებზე შეიძლება ბედი ნაკლებად გადაწყვეტს ამ ქვეყნის ომაულის ხელისუფლების ცვლილების და ელოდება რაღაც მომენტს და ამ მომენტის უნგრეთის არჩევნების შედეგმაც არ შეცვალა ეს დამოკიდებულება თუ გაამყარა პირიქით თუ რა არის აი თქვენში პირად როგორ არის ეს მომენტი მაგალითი უნგრეთის მაგალითი ბევრნაირად იქნა გაახსენებული ბევრი შეიძლება იყო დისკუსია იყო მაგრამ უნგრეთი არის უნგრეთი საქართველოს და აქ არის რავით ორიგინალური არსებული სიტუაცია და მაგრამ ორივე შემთხვევაში ჩვენ დავინახეთ როგორ მოიგო საარჩევნო კანონმდებლობა როგორც ივანიშვილმა ასევე ორბანმა ხო და ლაპარაკი იყო რაღაც ავტორიტარიზმზე და არჩევნების სათავეში გამოყენებაზე იჩერებული სისტემა მაჟორიტარული ზონების ისე დაყო ძალაუფლების მიტაცება ცდილობდა მაგრამ საბოლოო ჯამში ეგ თავისი რამე გამოვიდა რეალურად უნგრეთში მე ვფიქრობ ამორჩეველთა აქტივობა გადაწყვეტა ხელისუფლების ძალაუფლების ბედი და მაგრამ აქაც რომ იყოს ამორჩეველთა აქტივობა მაღალი ფიქრობთ რომ არჩევნების გზით შესაძლებელია ამ მოდელმოცემულობაში შესაძლებელი იქნება მე ვფიქრობ და არჩევნების გზითაც ოღონდ ამ მოცემულობაში და ამ კანონმდებლობით ამ პირობებში არჩევნები ფიზიკურად არ მახმოლოდინო ჩატარდება იმიტომ რომ ჩვეულებრივად არის პროცესი სადაც რეჟიმი წერს ციფრებს და გეუბნება მოდი და ვიჭიდაოთ და მოდი და გავარკვიოთ სადაც ხელისუფლებას მისია სამართლის მისია ყველა გადაწყვეტილების მიღებიდან შემდგომი საჩივარდე გადაწყვეტილების მიღები მასზე დაქვემდებარებული ორგანოა და სიმართლეს ვერ იყავი ხალხის აქტიურობა საარჩევნო უბნებზე მაღალი ციფრი უფრო მეტად წინააღმდეგობა შეუქმნის და უფრო მეტი ბარიერი იქნება გაყალბების მიმართულებით თორემ თუ მან დაგეგმვა სიტუაცია რაღაც 50%-იან აქტივობაზე საკუთარ შედეგებს და გამოცხადება 70% შეიძლება გაუჭირდეს მაგრამ გადალახავს ამ წინააღმდეგობასაც გადალახავს იმიტომ თვითონ წერს პროცესს და და აქედან გამომდინარეობს უნგრეთში მე ვფიქრობ ხალხის აქტიურობამ და უბნებზე გამოცხადებამ მოხდა შედეგი ასევე საარჩევნო კამპანია რომელიც მომავალმა გამარჯვებულმა პრემიერ-მინისტრმა მარტიარმა მნიშვნელოვანი იყო ხალხის საუბრობოდა იმ პრობლემებზე მაგალითად კორუფციაზე და უშუალოდ იმ სოციალურ პრობლემებზე ჯანდაცვის საკითხებზე რომელიც უშუალოდ მოქალაქეებს აკეთებდა და კი აი ანტიპროპაგანდა გაშალა იდეაში ანტიკამპანია ხო იმისა რასაც ორბანი ლაპარაკობდა ჩვენ შემთხვევაში უმეტესად ოპოზიციამ არჩია მაინც იმედ აბსურდია ვთქვათ ეს საკითხები რასაც ოცნება აქტიურებს ვთქვათ ის რომ აი ხალია კაცია რაღაცა აბსურდები ხო ომის აბაომი გინდა ეს მეტ აბსურდია რამე ამჯობინა რომ არ ელაპარაკა საერთოდ ამჯობინა იმიტომ რომ პროპაგანდის როგორც ვიცი მათი ახალგეთია რომ უნდათ რესურსულად რეჟიმს იმდენი რესურსი ჰქონდა და იმდენი რესურსი იყო გამოყენებული აბაომის გინდა პროპაგანდაზე რომ საკუთამებო ნარატივი საკუთამებო კამპანიის წარმოების რესურსი ფიზიკურად აქეთ ამხარებს ოპოზიციურ პლანზე არ არსებობდა რისი სადღაც ლოგიკაც არის მაგრამ მე ვფიქრობ მაინც უნდა მოხდარიყო მაქსიმალურად რესურსების ფარგლებში ახსნა განმარტება მოქალაქეებზე რომ რეალურად ძალაუფლების ცვლილება არ განაპირობებს რეალურად ომს აღვარებებს და მართლა
ანუ განვითარებას მოიტანს ამ ქვეყანაში. ამას ვთქვი და თუმცა ანუ ევროკავშირი უძლეთი ევროკავშირის ქვეყანაა და წევრი სახელმწიფოა, დაწესებული სახელმწიფოა და რაც უნდა მიტაცებული ყოფილიყო ხელისუფლებრივი ინსტიტუტები, მაინც რაღაც დემოკრატიის ნიშნულთან შანტალს მაინც ატარებენ და რაღაც მინიმალურ სტანდარტს მაინც აკმაყოფილებენ და მინიმალური მოცემულობა ანუ ბაზისი მაინც არსებობს და ჩვენთან ყველა ხელისუფლების აბსოლუტურად არის მიტაცებული, რავი. ცენტრალური საარჩევნო კომისია არის სართული ოცნების შტაბი ნომერი 2 და შტაბი ნომერი 1-ში, რასაც ითვლიან და იჭერება, ისწავლება შტაბ ნომერ 2-ში. მერე თუ გაასაჩივრებს მიდიხარ შტაბ ნომერ 3-ში საოლქოში, მე 4-ში და სამართლოს წოდებულ დაწესებულებაში ესე წელიწადში ამასობაში ენერგიას ძალას რესურსს ხარჯავ და უსამართლო საბოლოო ჯამში გიწევს მაინც ქუჩაში გამოსვლა და გაპროტესტება, სადაც იგივე უსამართლობას, უკანონობას აწყლები და ეჯახები და ამით ხალხმა უნდა მოინდომოს მაქსიმალურად. რაც მოინდომა 2024-ში, რაც იყო წინა ანუ პროტესტში ხალხის ჩართულობა, ეს ხალხი უნდა ჩაერთოს აქტიურად. რავი, ხალხი თვითონ გადაწყვეტოს როგორ ჩანთან და ამის თუ რომ მოვაკომერლა ვერაფერს ვერ უქმნის კვალიფიკაციაზე. ერთ-ერთი თავი ფაქტორი უნგრეთში რაც ნახეთ იყო ეს მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრები, ხო, კარდაკარის პრინციპით შეხვედრები. ფიქრობთ რომ ეს საჭიროა საქართველოს რეალობაში, შესაძლებლობაში? უნგრეთის სპეციფიკა და გამომდინარე უშუალო შეხვედრება, შეხვედრება. თუმცა ცოტა არერთი ლიდერი ამბობს რომ ეს ვერ იქნება ეფექტური, არა იმიტომ რომ მოსახლეობას ვერ დააჯერებ რაღაცას, რა ალტერნატივას ვერ დაანახებ, არამედ იმიტომ რომ აქტიურად მუშაობს თქვა სუსი, იგივე სოფლის გამგებელი, ისინი გადაარწმუნებენ ან დააშინებენ მათზე დაქვემდებარებულები არიან და ამიტომ ამ ყველაფერს აზრი შეიძლება არ ქონდეს. თქვენ რას ფიქრობთ როგორც მოქალაქე? ანუ ხალხრივად ვერცეთ ანუ ერთი მოდელი არის გამოდიება ჩემი უშუალო შეხვედრებს გაცილებით მეტი ეფექტი მეტი დისტანციურ ურთიერთობას, მაგრამ თავისი უარყოფითი ფაქტორებიც აქვს, მაგალითად იგივე რომ სოფელში შეხვედრა გამართა, იმ შეხვედრას მისესწრება ოპოზიციური განწყობა ანუ ოპოზიციური ლიდერთან იმ მონაწილეებს შემდეგ ეს აპარატი რეჟიმის წარმომადგენლები დეტოლას ახდენენ და ანუ ამუშავებენ და მთელი რავი დეტოლის და იმის ჩაგვრის ქვეშ ხდება ესეთ ფაქტორია, მაგრამ მაინც მე ვფიქრობ როგორც უშუალო შეხვედრები უნდა გაგრძელდეს და უნდა დაიწყოს და მაქსიმალურ მოქალაქეს უნდა შეხვდნენ და აუხსნან თუ რატო არის აუცილებელი ცვლილებები, ასევე დისტანციურად ონლაინ სატელევიზიო პლატფორმები სოციალებში და ასე შემდეგ. ერთი კონკრეტული პლატფორმის გამოყენებას არ ვემხრობ, უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად ყველა პლატფორმა, ყველა ფრონტი, ყველა უბანი და ასე შემდეგ და მე ანუ მარტო ასოციაციულობა არა პოლიტიკოს და პოლიტიკოსად ანუ პოზიციონირებულ ადამიანს, ანუ ყველა სვალია, თითოეული ჩემგვარი სვალია, თითოეული მოქალაქის სვალია, მე ესე უყურებ. მასწავლებელი იქნები, ჟურნალისტი იქნები, ტრაქტორისტი იქნები, რა ვიცი, ინჟინერი იქნები თუ ბუღალტერი იქნები, თითოეული მოქალაქის სვალია, რომ ის გვერდით ყოფ ადამიანს ოჯახის წევრს ასე თავის მეგობარს აუხსნათ, რომ ცვლილებები არის აუცილებელი, თუ გინდა რომ ქვეყანა არ დაუკარგოთ და თუ გინდა რომ შევინარჩუნოთ ის რაც გვაქვს სამოუკიდებლობა, თავისუფლება და თუ ამისთვის არ ვიმუშავებ, ყველა თითოეული მოქალაქე მიუხედავად მისი რანგისა და პოზიციონირების და პროფესიისა, ამ ქვეყანას არ დაუკარგავს და არ იქნება არაფერი, რაც იქნება ავი სახელმწიფოსთან და სამშობლოსთან დაკავშირებული და ამ დღეში იქნება ეს ქვეყანა და თითოეული ჩვენგანი. ამიტომ სანამდროა უნდა ვიბრძოლოთ და მაქსიმუმ გავაკეთოთ ამ ქვეყნის გადასარჩენად, რომელიც დიდი დრო არ გვაქვს რეალურად გადაწყვეტილებას. ესე ვხედავ მე და ყველა უნდა მოვუწოდო რომ შემოგვიერთდეთ და ანუ კრიტიკა, დისკუსია, რაღაც შეფასებები, კომენტარები ძალიან კარგია, აუცილებელია, ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ კომენტარები, კრიტიკა და დისკუსია ადგილი აუჩვენ მას შემდეგ, რაც საკუთარ წვლილს შეიტანა და საკუთარ ნაბიჯს გადადგამე მინიმალურად. თბილი ანუ მისაღებიდან, ოთახებიდან გამოვიდნენ და დაიწყებენ აქტიური ნაბიჯების გადადგმას და როცა შენ ნაბიჯს გადადგამ და სხვის ნაბიჯსაც შეაფასებ პარალელურად, მოსულა და შესაძლებელია და კარგია, მაგრამ როცა ნაბიჯის გადადგმა თავს იკავებ არ გინდა ნაბიჯის გადადგმა და თბილად ხარ გამოყოტრიალებული და ამ შემთხვევაში სხვა ვინც ნაბიჯს შეიძლება შეცდომი, შეიძლება გამოუცილობის გამო და იმას ჩასაფრებული აკრიტიკებთან რაღაცა სრულ დამოკიდებულებაში ხარ, უნდა მოიშალონ პირველ რიგში და
საჭირო გამოსვლა რაღაც ერთგვარი კომფორტის ზონიდან. ხო, რომ ეხლა არის წინააღმდეგობის დრო. კომფორტის ზონას ყველა იპოვის აბსოლუტურად, ანუ ყველა ვერ იპოვის, რა თქმა უნდა. მეტნაკლებად ყველა თუ სინდისი ნამოსი და რა ვიცი ამ ქვეყნის სიყვარულს გადადებენ უკანა პლანზე თორემ არავის არ ეკაჩება და არავის სახში არ უვარდება ფიზიკურად თუ ძალაუფლებას მინიმალურ საფრთხეს არ ოქნა მის საწინააღმდეგო ხმას არ იყო რა ვიცი შეჯობით იმ ეტაპზე არ ვარ თუ იმენში ხადინებელს რომ მეტყვი შემოგივარდეს ოღონდ ხო არ ამოგიღო ყნარად შვილად იყავი ოცნების საწინააღმდეგო არაფერი არ თქო და შეიძლება სახში მოგიდო ლანგარით მოგვარტყვა რაღაც სარგებელი მათ შორის არ გააპროტესტო მაგალითად ბავშვებს რო წამალს არ აძლევენ ან ის რომ ბულვარში პრობლემებზე უკვე დასეირნობენ ავტომანქანები და ვიღაცა და ამის გამო არავინ არ ისჩება არის შემა და ვიღაცა ჩინოვნიკი მაგალითად პრივილეგიებით სარგებლობა ჩინოვნიკის სახელიდან უცებ ამოიღებენ 6 მილიონი დოლარს ეკვივალენტს ანუ დასაწყობი თან ასეთი არაერთი შემთხვევაა ხო ზედიზედ ერთმანეთზე მიყოლებით წვრილი თუ მსხვილი ჩინოვნიკები თითქმის ყველა დონეზე ჩანს რომ არის კორუფცია მე საფლავებიდან დაწყებული პრემიერ-მინისტრი და სუსტით უბრალოდ იყო ადამიანი რომელსაც უცხოეთში მოგალაგდა ლაიგო თავარი კორუფციას და მებრძოლი პირი იყო კორუმპირებული ბავშვების საკვების პროდუქტებიდან და შელებანა ანუ ბაღების რეაბილიტაციის სახებიდან პარალელურად თავდაცვის მინისტრად იყო გაფორმებული ბურჭულაძე რომელიც ემერტეს აპარატი და მოიპარა ფული და განმაშფი ოქროს ბრელოკები ამოუგეს და რაღაცა ვიხასნიფები საცხოვრებელი სახლიდან და რავი კორუფციაცაა და კორუფციაა ელიტური კი არა სუპერ ელიტური კორუფციაა და რავი ამ კორუფციის სათავეა ივანიშვილი და ის უნდა ამოვიღოს და მომშოროთ რაც შეიძლება საფაქტორი და რაც შეიძლება რავი დაკმაყოფილება ყობახიძის იყარავს ესე გავაკლები და ყობახიძესაც უყოვიან ოქროს ბრელოკებს და ეს პაკურიანში თუ არა წამორში მაინც რა ვიცი ცოლის სახელზე გაფორმებული მადლობა ეს გოჩამ ჟავანიძე იყო ბათუმის პროევროპული აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე თქვენ მოსუსმენდით ბათუმელების პირდაპირ ეთერში თქვენ უსმენდით ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილეებს რომლებიც დღესაც აი ამ წვიმაში დგანან ისევ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ეს უნდა ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯი რომ მივიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია მადლობა ყურადღებისთვის.